საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, გაკვეთილის თემა ჩანაცვლების რეაქციები. გაკვეთილი დავიწყოთ ექსპერიმენტით. მე ახლა ხელში მიჭირავს სპილენძ 2-ის სულფატის კრისტალჰიდრატი, ანუ ტრივიალური სახელწოდება ამ ნაერთის არის შაბი ამანი. შაბი ამანი არის მარილი და მყარი ნივთიერება. მოდით ახლა ჩავყავროთ ეს შაბი ამანი ჭიქაში. და დავასხათ წყალი, ისე რომ გაიხსნას ჩვენი მოცემული რაოდენობა. კოლბაში გვაქვს მომზადებული ცალკე წყალი და დავასხათ მორევის პირობებში. ხედავთ, რომ შაბი ამანი თანდათანობით იხსნება. ცოტა კიდეც დავაცადოთ. თითქმის ბოლომდე გაიხსნა, სულ ცოტაც უნდა. დავამატოთ კიდევ ცოტათი წყალი და მოურიოთ. შეიძლება ცოტა მეტიც. ნახეთ, რომ მივიღეთ ხსნარი, შაბი ამნის ხსნარი წყალში და ახლა აღნიშნული ხსნარი გადავანაწილოთ ორ ჭიქაში. ორ სრულიად ერთნაირ ქიმიურ ჭიქაში, ერთნაირი მოცულობით. ჩავასხათ ჯერ ერთ ჭიქაში. სადღაც 60 მილილიტრი ალბათ საკმარისი იქნება და მეორე ჭიქაშიც. აი ასე. პირველ ჭიქას, ანუ ერთ-ერთ ჭიქას დავახუროთ ზემოდან ხელსახოცი, ხოლო მეორე ჭიქაში კი ავიღოთ ჩვეულებრივი რკინის ლურსმანი, შეგვიძლია ავიღოთ 2-იც კი და ჩავდოთ. დავინიშნოთ დრო და ვნახოთ გაკვეთილის და დავტოვოთ ასე ეს ჭიქები გაკვეთილის დასასრულამდე და გაკვეთილის დასასრულს ვნახოთ თუ რა მოხდება და ვიმშელოთ შემდეგ ამ ექსპერიმენტის შედეგებზე. ვიდრე უშუალოდ ჩანაცვლების რეაქციებზე ვისაუბრებდეთ, მოდით მოკლედ გავიხსენოთ, რომ ქიმიური რეაქციის ტიპებია შეერთების, დაშლის, ჩანაცვლების, მიმოცვლის. მოკლედ შეგახსენებთ იმასაც, რომ შეერთების რეაქციისას ორი ან მეტი ნივთიერება ერთდება ერთი ნივთიერების წარმოქმნით. დაშლის რეაქცია შეერთების რეაქციის საწინააღმდეგოა. ანუ ერთი ნივთიერება იშლება ორ ან მეტ ახალ ნივთიერებად. რაც შეეხება ჩანაცვლების რეაქციებს და მიმოცვლის რეაქციებს, ჯერ მიმოცვლის რეაქცია ვთქვათ, ვინაიდან ჩვენი გაკვეთილის თემა სწორედ ჩანაცვლების რეაქცია, ამიტომ ბოლოსთვის მოვიტოვოთ. მიმოცვლის რეაქციაში მონაწილეობს ორი რთული ნივთიერება, იონური ნივთიერება და აუცილებელი პირობაა, რომ რეაქციის შედეგად მიღებული პროდუქტებიდან ერთ-ერთი იყოს ან აირი, ან ნალექი, ან მცირე დისოცირებული ნივთიერება, მაგალითად როგორიც არის წყალი. და ახლა გადავიდეთ მეოთხე ტიპზე, სწორედ ჩანაცვლების რეაქციებზე. ჩანაცვლების დაბაზე მოცემული არის სხვადასხვა მაგალითი ჩანაცვლების რეაქციის. ჩანაცვლების რეაქცია ზოგადად არის რეაქცია, რომელშიც მონაწილეობს ორი ნივთიერება, ამათგან ერთი არის მარტივი, ხოლო მეორე კი რთული. პირველი მაგალითი. ეს არის მეტალების ურთიერთქმედება წყალთან. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ყველა რეაქციას და ყველა წესს აქვს რაღაც გარკვეული გამონაკლისი. ამიტომ აქაც შევჩერდებით გამონაკლისებზე. ესე იგი, ყველა მეტალი წყალთან არ ურთიერთქმედებს. ურთიერთქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ტუტე მეტალები და ტუტე მიწა მეტალები. ეხლა შევხედოთ პერიოდულ სისტემას. ტუტე მეტალები, ეს არის პირველი აჯგუფის ელემენტები წყალბადის გარდა. რაც შეეხება ტუტე მიწა მეტალებს, ეს არის მეორე აჯგუფის ელემენტები, კალციუმი, სტრონციუმი, ბარიუმი. მაშასადამე, აი ამ მეტალებიდან ნებისმიერი ურთიერთქმედებს წყალთან და წარმოიქმნება ტუტე და წყალბადი. გავიხსენოთ არაორგანულ ნაერთთა კლასებიდან, რომ ტუტე ეს არის წყალში ხსნადი ფუძე, რომლის ზოგადი ფორმულაა მეტალ
OH n-ჯერ, სადაც n არის მეტალის ვალენტობა. მაშა სადამე ჩვენ, ანუ ეს არის ზოგადი სქემა და დავწეროთ ორი მაგალითი ნატრიუმის და კალციუმის ურთიერთქმედების წყალთან. ესე იგი ნატრიუმი შეუერთდება წყლის მოლეკულიდან ჰიდროქსიდის ჯგუფს და მიიღება ნატრიუმის ტუტე და გამოძევდება წყალბადი. გავათანაბროთ რეაქციის ტოლობა. ანალოგიურად წავა რეაქცია, ანალოგიურად დასრულდება მეორე რეაქციაც, განსხვავება არის ის, რომ კალციუმი არის მეორე A ჯგუფის ელემენტი, შესაბამისად არის ორვალენტიანი და მაშასადამე შეიერთებს ორ ჰიდროქსიდის ჯგუფს. კალციუმ გავუსვათ მაინც ხაზი, გამოვყოთ რა რას უერთდება, კალციუმ OH ორჯერ გამოიყოფა წყალბადი. გავათანაბროთ რეაქცია, მარჯვნივ გვაქვს წყალბადის 4 ატომი, ამიტომ წინ დავწეროთ 2. ეხლა წყლის მოლეკულა ბუნებრივია H2O არის, მაგრამ აქ დავწერეთ იმისათვის, რომ თვალნათლივ დაგვენახვებინა თქვენთვის თუ როგორ ხდება გადაჯგუფება ამ ჩანაცვლების რეაქციებში. ესე იგი, პირველი რეაქცია შევაჯამოთ. მეტალი ურთიერთქმედებს წყალთან, გვაქვს შეზღუდვა, მხოლოდ და მხოლოდ ტუტე მეტალები, ტუტე მიწა მეტალები. ახლა გადავიდეთ ჩანაცვლების რეაქციის მეორე ტიპზე. მეტალი ურთიერთქმედებს მჟავასთან. ესეც ჩანაცვლების რეაქცია, რატომ? მეტალი არის მარტივი ნივთიერება, მჟავა მოგეხსენებათ არის რთული ნივთიერება. მიიღება თუთიის სულფატი და გამოიყოფა წყალბადი. ამ რეაქციასაც აქვს ორი შეზღუდვა. თქვენ ახლა დაფაზე ხედავთ მეტალთა აქტიურობის მწკრივს, სადაც მეტალები ერთმანეთისაგან გამოყოფილნი არიან წყალბადით. ანუ მჟავებთან ურთიერთქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ ის მეტალები, რომლებიც მდებარეობენ წყალბადის მარცხნივ. წყალბადის მარჯვნივ მდებარე მეტალები მჟავებთან რეაქციაში არ შედიან. და კიდევ ერთი შეზღუდვა, არ არის სასურველი მჟავებთან ურთიერთქმედებისას გამოვიყენოთ ტუტე მეტალები და ტუტე მიწა მეტალები. რატომ? იმიტომ რომ მჟავების ხსნარები გამოიყენება აღნიშნულ რეაქციაში და მოგეხსენებათ ტუტე მეტალებიც და ტუტე მიწა მეტალებიც წყალში როგორ იხსნებიან კიდეც და ურთიერთქმედებიან კიდეც მასთან. ამიტომ ადგილი აქვს თანაური რეაქციების წარმოქმნის ალბათობას. ეს იყო ესე იგი ერთი შეზღუდვა და მეორე ესე იგი ორივე შეზღუდვა და მეორე შეზღუდვა, რაც შეეხება მჟავებს. მჟავა, ესე იგი გამოიყენება აქ მჟავები გარდა სილიციუმ მჟავასი, რომელიც არის უხსნადი და კონცენტრირებული გოგირჯავა არ გამოიყენება და ნებისმიერი კონცენტრაციის აზოტ მჟავა, ვინაიდან ისინი სხვაგვარად ურთიერთქმედებენ მეტალებთან. ანუ აქ წყალბადის გამოძევება არ ხერხდება. მოდით ახლა გადავიდეთ შემდეგ ტიპზე. ანუ რა გვიწერია აქ მესამე რეაქციაში? სპილენძ 2-ის ოქსიდი და წყალბადი. ამ რეაქციას და მომდევნო რეაქციასაც, ორივე რეაქციას ზოგადად ეწოდება ეს არის პროცესი მეტალების აღდგენისა მათი ოქსიდებიდან. პირველ შემთხვევაში აღმდგენად მოგვევლინა წყალბადი, მეორე შემთხვევაში ალუმინი. ანუ მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, წყალბადი სპილენძ 2-ის ოქსიდს წაართმევს ჟანგბადს და სპილენძს გამოათავისუფლებს თავისუფალი სახით მისი ოქსიდიდან. ანუ აქ შეიძლება ასეთი ხაზით ჩამოუსვათ, ესე იგი სპილენძი გვაქვს უკვე დამოუკიდებლად და გამოიყოფა წყალი. რაც შეეხება ქრომ 3 ოქსიდის ურთიერთქმედებას ალუმინთან, ალუმინს საერთოდ ეს მეტალურგიული პროცესია ალუმინოთერმია. ანუ ალუმინის საშუალებით შესაძლებელი არის მრავალი მეტალის მიღება მათი ოქსიდებიდან. ერთ-ერთი არის ქრომიც. ესე იგი, პრინციპი არის იგივე, ალუმინი უერთდება ჟანგბადს და გამოიყოფა ქრომი. ვინაიდან ალუმინი არის მესამე ჯგუფის ელემენტი, სამვალენტიანია, ჟანგბადი ორვალენტიანი, ფორმულა შევადგინეთ, ალუმინ 2O3 და ქრომი გამოიყო. მოდით ახლა გავათანაბროთ. ქრომი გვაქვს მარცხნივ 2, აქ დავწეროთ 2 და ალუმინი გვაქვს აქ 2, დავწეროთ აქ 2. ჟანგბადის ატომები გათანაბრებულია. ესე იგი, ჯერჯერობით ჩანაცვლების რეაქციების ტიპებში განვიხილეთ მეტალების ურთიერთქმედება წყალთან, მეტალი მჟავასთან, ხსნარში ოღონდ და ოქსიდებიდან მეტალების აღდგენის რეაქცია. ახლა გადავიდეთ
კიდევ ერთ ტიპზე ჩანაცვლების რეაქციის, ეს არის მეტალის ურთიერთქმედება მარილთან. ფრჩხილებში მითითებულია, რომ ხსნარში მიმდინარეობს რეაქცია და სწორედ ის ექსპერიმენტი, რომლითაც ჩვენ გაკვეთილი დავიწყეთ, არის აი ამ რეაქციის მაგალითი. ამ ტიპის ჩანაცვლების რეაქციის მაგალითი. ანუ დავწეროთ დაფაზე ის, რასაც ვაკეთებთ ახლა და გაკვეთილის ბოლოს, რასაც მივუბრუნდებით ექსპერიმენტს გულისხმობ. ანუ მეტალი ჩვენ ავიღეთ რკინა, ანუ რკინის ლურს მანიჩავდეთ და მარილი ეს იყო სპილენძ 2 სულფატის ხსნარი, ანუ კუპრუ მესო 4. თუ ჩვენი ვარაუდი გამართდა და აქ მინდა გითხრათ, ისე უნდა მოვიშველიოთ როგორც მეტალთა აქტიურობის მწკრივი, ასევე ნაერთების ხსნადობის, წყალში ხსნადობის ცხრილიც. ანუ აქაც გვაქვს ორი შეზღუდვა, აუცილებლად უნდა დავიცვათ ორი პირობა. პირველი, მეტალი, რომელითაც მოქმედებთ მარილზე, ანუ აქ გვაქვს რკინა და სპილენძი. რომელი არის უფრო აქტიური, იმისათვის რომ დავადგინოთ ეს, შევხედოთ მეტალთა აქტიურობის მწკრივს და ვნახავთ, რომ რკინა უფრო მარცხნივ არის აქტიურობის მწკრივში, ვიდრე სპილენძი. მაშასადამე რკინა უფრო აქტიურია სპილენძზე. ესე იგი, ჩამოვაყალიბოთ ახლა მოკლედ პირველი შეზღუდვა. ანუ მარილში შემავალი მეტალი უნდა იყოს უფრო ნაკლებ აქტიური იმ მეტალზე, რომელიც ამ მარილზე მოქმედებს. ესე იგი, რკინა უნდა იყოს უფრო აქტიური სპილენძზე. და მეორე შეზღუდვაზე ვისაუბრებთ, როდესაც მას შემდეგ რაც რეაქციას დავასრულებთ. ესე იგი, მიმოცვლა მოხდა, რკინა და SO4 შეუერთდა ერთმანეთს და სპილენძი უნდა გამოძევდეს. მეორე პირობა, რომელიც აუცილებელია ასეთი ტიპის რეაქციების განხორციელებისათვის, არის ის, რომ მიღებული მარილი უნდა იყოს აუცილებლად წყალში ხსნადი. ბუნებრივია, ნაერთების წყალში ხსნადობა, ყველა ნაერთის ხსნადია თუ უხსნადია დამახსოვრება ძალიან ძნელია და არც არის აუცილებელი. ამისთვის არსებობს ნაერთების ხსნადობის ცხრილი, ანუ წყალში ხსნადობაზეა ლაპარაკი. შევხედოთ ახლა ფერუმ SO4. რკინა აქ არის ორვალენტიანი. ესე იგი, ვნახოთ. ფანქარი ჯობია მოვიშველიოთ. შევხედოთ, რკინა არსებობს ორვალენტიანიც და სამვალენტიანიც. აქ წერია 2+3+. თქვენ ჯერ მუხტები და ჟანგბააღდგენა არ გაქვთ ნასწავლი, მაგრამ დავჯერდეთ იმას, რომ ორვალენტიანი და სამვალენტიანია. ესე იგი, თუ გვაქვს ორვალენტიანი რკინა, აქეთ კიდე გვაქვს ანიონები, ანუ SO4 ჯგუფი უნდა მოვძებნოთ და გადაკვეთაზე უნდა ვნახოთ რა წერია. წერია ხს, ანუ ნიშნავს ხსნადს. ესე იგი, ფერუმ SO4, ანუ რკინა 2 სულფატი არის ხსნადი. მაშასადამე ეს პირობა აკმაყოფილებს აღნიშნული რეაქციის განხორციელების შესაძლებლობას. ანუ რომ არ ყოფილიყო ხსნადი, რა მოხდებოდა? აი, მე დაგიწერეთ თქვენ ქვემოთ ამ შემთხვევისთვის რეაქცია, ანუ ტყვია, როდესაც მოქმედებს გოგირჯავასთან, მიიღება ტყვია 2 სულფატი და გამოიყოფა წყალბადი. აქაც უნდა მოვიშველიოთ ხსნადობის ცხრილი, ვინაიდან ტყვია 2 სულფატი, აქ გვაქვს, რადგანაც ტყვია 2 არის, ესე იგი ორვალენტიანია ტყვია. აქ ნახეთ ცხრილში ტყვია 2 იონი არის აი აქ ამ სვეტში და ახლა მოვძებნოთ SO4, ისევ გადაკვეთაზე გამოგვივიდა, რომ წერია ASO-U. U ნიშნავს ბუნებრივია უხსნადს. და თუ აი ამ შემთხვევაში, რადგანაც ეს უხსნადია, უხსნადი, რომელიც ნალექი სახით წარმოიქმნება რეაქციის დროს, უკვე აფერხებს მეტალის შემდგომ ურთიერთქმედებას მჟავასთან და რეაქციის და მთლიანად, ესე იგი, რეაქციის მსვლელობას უშლის ხელს. ამიტომ ახლა მოკლედ ჩამოვაყალიბოთ ის, რაც აუცილებელია აღნიშნული რეაქციის, ანუ მეტალი მარილის ხსნართან ურთიერთქმედებისთვის. პირველი მოთხოვნა, რომ მარილში შემავალი მეტალი უნდა იყოს უფრო პასიური, ანუ ნაკლებ აქტიური იმ მეტალზე, რომელიც ამ მარილზე მოქმედებს და მეორე შეზღუდვა, მიღებული მარილი უნდა იყოს წყალში ხსნადი. ახლა დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს ექსპერიმენტს, ვნახოთ რა გამოგვივიდა.
შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ორივე ერთნაირი მოცულობის ჭიქაში ჩავასხით თანაბარი მოცულობის შაბიამნის ხსნარი და ერთ-ერთში, კერძოდ იმაში, რომელიც მე მარჯვენა ხელში მიჭირავს, ჩავდე ლურსმანი, 2 ცალი ლურსმანი. შემდეგ გავიდა რამოდენიმე წუთი და დავაკვირდით სხვაობას. სხვაობა აშკარად შეიმჩნევა. ანუ შაბიამნის ხსნარმა შეფერილობა არ შეიცვალა და ეს უკვე შეგვიძლია დავდგათ. ეხლა რაც შეეხება იმ ჭიქას, რომელშიც ლურსმნები იყო ჩადებული. მოდით ახლა ამოვიღოთ ლურსმანი და ვნახოთ რა მოხდა. ანუ თქვენ ხედავთ, რომ ბოლომდე არ არის ჩადებული ლურსმანი, ანუ სანამდეც არის დაფარული ამ ხსნარი, ჯერ ერთი შეიცვალა ფერი. პირველი ეს არის კიდევ ერთხელ ერთმანეთთან ახლოს დავიჭერ და ვნახოთ, რომ შეიცვალა ფერი და მიიღო მწვანე შეფერილობა. ეხლა ავხსნით თუ რას ნიშნავს ეს მწვანე შეფერილობა. ანუ აშკარად ხსნარმა იცვალა ფერი. და მეორე, ნახოთ რა მოუვიდა ლურსმანს. როგორც ხედავთ, ის ნაწილი ლურსმნის, რომელიც ჩაშვებული იყო ხსნარში, იმ ნაწილმა მიიღო მუქი ყავისფერი, ოდნავ მოწითალოც კი დაჰკრავს ეს შეფერილობა. ეს არის ერთი ლურსმანი, ეს უკვე შეგვიძლია ამოვიღოთ ხსნარიდან და მეორეც ვნახოთ. მეორე ლურსმანთან რა მდგომარეობა გვაქვს? აქაც ანალოგიური სურათი გვაქვს. ესე იგი, რას ნიშნავს ახლა ეს? ლურსმანი იყო რკინის. თან შევხედოთ დაფას და აი ამ რეაქციას. ესე იგი, რკინის ლურსმანი ჩავუშვით შაბიამნის ხსნარში და მოხდა ჩანაცვლება. ანუ რკინაზე გამოიყო აი ეს ყავისფერი ფერი, რომელიც გამოიყო ლურსმანზე, ეს არის სწორედ გამოყოფილი სპილენძი. ხოლო რკინის იონები გადავიდა ხსნარში, რამაც გამოიწვია შაბიამნის ხსნარის შეფერილობის შეცვლა. მაშასადამე აქ გვაქვს ქიმიური რეაქციის რომელ ორ ნიშანთან საქმე. პირველი ეს არის, რომ ფერი შეიცვალა ხსნარმა და მეორე ის არის, რომ რკინის ლურსმანზე გამოილექა სპილენძი. ყავისფერი, მოწითალო ფერის სპილენძის გამოყოფა მოხდა. მაშასადამე ეს რეაქცია, რომელიც ჩვენ დაფაზე დავწერეთ, სინამდვილეში მართლაც მიდის და ამის მოწმენი ჩვენ ახლა გავხდით. ამრიგად შევაჯამოთ ჩვენი გაკვეთილი, ჩვენ შევეხეთ ქიმიური რეაქციების ტიპებს ზოგადად და კონკრეტულად და დეტალურად ვისაუბრეთ, რამდენადაც შეგვეძლო ჩანაცვლების რეაქციებზე, განვიხილეთ ჩანაცვლების რეაქციების რამდენიმე მაგალითი, თითოეულ მაგალითს თავისი გამონაკლისი და შეზღუდვა აქვს, ამაზეც ვისაუბრეთ, ჩავატარეთ და მეტალის ურთიერთქმედებისა მარილის ხსნართან. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობთ ნახვამდის.